შენი ძაღლი მოკვდება თუ ამ სამ პროდუქტს აჭმევ და დღეს ვილაპარაკებთ სამ პროდუქტზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჭამოს შენს ძაღლს. ეს პროდუქტები აუცილებლად შენ სამზარეულოში ხშირად ხვდებიან, მაგრამ იცოდე რომ რაც ჩვენთვის კარგი არის, ის ძაღლისთვის შეიძლება რომ არ იყოს კარგი. ამიტომ მესამე ადგილზე გავიყვანოთ ყურძენი და ქიშმიში. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი და საკმაოდ გემრიელი ხილია, მით უმეტეს ქართველი ადამიანებისთვის ძალიან საამაყო ხილი არის, მაგრამ გაითვალისწინე რომ ამას შეუძლია გამოიწვიოს შენი ძაღლის თითქმელების ძალიან ძლიერი დაზიანება. და თან ყველაზე საშიში არის ის, რომ როდის გამოიწვევს ან რა რაოდენობის მიცემა გამოიწვევს ძლიერ დაზიანებებს, არ ვიცით. ამიტომ ჯობია რომ საერთოდ ამოვიღოთ მათი რაციონი. და მეორე ადგილზე გავიყვან შოკოლადს. შოკოლადი ეს არის შაქრის შემცველი პროდუქტი. ასევე მას აქვს კაკაო, შესაბამისად მას აქვს მაღალი კოფეინი. რამაც შეიძლება ძაღლში გამოიწვიოს გულის საჩქარება, ღებინება და სიკვდილიც კი. ამიტომ დაზღვეული არასდროს არ ხარ იხლა რომ შენ შოკოლადს აჭმევ შენს ძაღლს. იმისგან რომ შენი ძაღლი ჯანმრთელი იქნება. ამიტომ ნუ გარისკავ და ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდე რომ თუ ეხა ჩათვლი რომ მოდი მე წავალ და უშაქრო შოკოლადს უყიდე, საშიშია. და ტკბილი შოკოლადი კიდევ უფრო საშიშია, რადგან შაქარს შეიცავს და შაქარი ავტომატურად მავნებელია, როგორც ძაღლისთვის, ისე ადამიანისთვის. და პირველ ადგილზე კონკრეტულ პროდუქტს არ გავიყვან, მაგრამ დამიჯერე რომ გაგახსენდება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შემდეგ ჩამოვთვლი. ეს არის ქსილიტოლი. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ კომპანიები უშაქრო პროდუქტების დამზადებისას. აი, უშაქრო რომ არის და მაინც ძალიან ტკბილი რომ არის, ქსილიტოლის დამსახურებაა. ხო და ეს პროდუქტი არის ძალიან საზიანო შენი საყვარელი 4 მეგობრისთვის. ხო და წარმოიდგინე რომ ყოველი ამ პროდუქტის მიცემა ნიშნავს ან სწრაფ სიკვდილს, ან ერთი წლით შეცოტავებულ ცხოვრებას. ხო და რატომ უნდა იტყიო თავი? გაითვალისწინე რომ ყოველთვის არსებობს სნექები, ისეთი როგორც ჩვენი მეგობარი თათი სნექებია და შეგიძლია შენი ძაღლის პირის ჩასატკბარუნებლად მისცე ხოლმე ეს სნექები. ქართულად ხემსები. ძაღლის დაცვა მხოლოდ კარგი საკვების შერჩევა არ არის. აუცილებელია იცოდე რა შეიძლება მისთვის და რა არ შეიძლება. მაგიდიდან საკვების მიცემა ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ბიოლოგიურად ორგანიზმის ჯანმრთელობის პრობლემებს, არამედ ფსიქოლოგიურ ძალიან ბევრ პრობლემასაც იწვევს და ამაზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბროთ. იქამდე კი აუცილებლად დამიწერე პროდუქტი, რომელსაც ხშირად აძლევს შენს ძაღლს და მე გეტყვი ეს პროდუქტი საშიშია თუ არა შენი ძაღლისთვის.